მოგესალმებით, მადლობა ირმას და მინდა ცოტა უფრო დეტალურად აგიხსნათ რა შეერეს საქმე. პირველ რიგში რაც შეეხება კვების ტენდერებს და მათ გაუქმებას. ერთ-ერთი მე მგონი ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მინისტრ და სამინისტრო ზოგადად აფრთხილებდნენ თქვათ იგივე კვერცხთან დაკავშირებით, რომ ირანული კვერცხია, რომელიც შეიცავს მოწამვლის საფრთხეს, როგორც ჩანს, მაინც გაუწია, ასე ვთქვათ, ანგარიში ალასანიამ ხუხაშვილს რაღაც პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე და შემდეგ ალბათ ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და შერბილდა საკმაოდ. გარდა ამისა, ჩვენ თუ ნახავთ თვითონ აი 4 ტენდერს, რომელიც არის გაუქმებული დღეს, როგორც განაცხადა ბატონმა მინისტრმა. ჯერ ერთ-ერთი 6 წელს ზოგადად ეს გაუქმება არ გაუქმების თემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვახსოვს, როდესაც ჰქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ლოტი ამ 4-დან 35 მილიონიანი კერძოდ მოიგო შევფოსო ფუზლაინ ჯორჯიამ, ანუ ქალბატონი იმერლიშვილის მეუღლის ფირმამ, რომელიც პირდაპირ მის მეუღლეზე არის გაფორმებული. ჩვენ შემდეგ ვნახეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ლოტი ტენდერი ამ ლოტთან მიმართებაში გაუქმდა და ხელახლა ჩატარდება, მაგრამ დღემდე ელექტრონულ საიტზე შესყიდვების სააგენტოში ჩვენ გამარჯვებულად სწორედ ამ ფირმას ხედავთ და როგორც ჩანს ეს არის ეგეთი პოლიტიკა, რომ სიტყვით ითქმება, რომ ეს გაუქმდა, დაწყნარდება ხალხი და ის მიიღებს მაინც თავის ასე ვთქვათ 75 მილიონ საბოლოო ჯამში. აი ხა არ ვიცი ეს 35 მილიონი საბოლოოდ გაუქმდა თუ არ გაუქმდა. ეხლა რაც შეეხება სიანობაში ტენდერის ჩატარების პრინციპს. ჩვენ ვხედავთ, რომ 4 ლოტში არის გამარჯვებული 63 ფირმა. აქედან ერთ-ერთი, რომელსაც ორი ყველაზე მსხვილი ლოტი აქვს, მოგებული 19 მილიონიანი და 39 მილიონიანი კვების ტენდერში კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ფირმის სახელწოდება არის შევფოსო ელექტრომონტაჟ სერვისი. აქედან გამომდინარე, თუ ენერგეტიკოსები აჭმევენ ამ შემთხვევაში ჯარს, ეს მოწამვლის ფაქტი კიდევ უფრო სავარაუდო იქნებოდა ალბათ იმთავითვე. ერთ-ერთ გამარჯვებულ ფირმაზე არის ეჭვი, არ მინდა ეხლა დადასტურებულად. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან, სადაც თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს მართავს საპარლამენტო